Quize. Saati არის 9:45 წუთი. კი არა და 15 წუთი. დღეს chill დღე გვაქვს, ვისვენებთ. აი ესეთ ხედზე ვიღვიძებს. წავალთ, გავაკეთებთ საჭმელს. გემრიელად მივირთმევთ. წავალთ კარდიოსაც გავაკეთებთ. ვენები ფეხებზე. ჯერ ჩანს იმდენი რაღაცის ჭამით. ჩასასვლელია კიდე. აღუდა დაიმტვრე. ჰაერიც სხვანაირი აქ. რაღაცნაირად ძალიან ბევრი ჟანგბადია. ძალიან მაღლა ვართ. უფრო მაღლა ავდივარ კიდე. ტაიმერის დაყენებაც დამავიწყდა. აქ სახლები მაინც არის ასე თუ ისე. რაღაც 1-2 უფრო კოტეჯებია. ხალხი ისვენებს. მე კიდე დავდივარ და კარდიოს ვაკეთებ. მე მივალ სახლში. დავბრუნდები. გემრიელ საჭმელს გავიკეთებ, შევჭამ და დავიძინებ. დღეს წესით ფეხის ვარჯიში მიწევს. ნახოთ როგორ შევძლებ ქალაქში დაბრუნებას. უშევძელი დავბრუნდები ქალაქში. გავაკეთებ ფეხს, დავბრუნდები მე აქ უკან. დახურულია, მაგრამ მე რომ ესე შევალა რა. აი ესეთი ადგილი არის. აი იქ მინდა მისვლა. კი შემოვედით, მაგრამ გვითხრეს რომ არ შეიძლება აქ შემოსვლა. ვხვდები რატო არ შეიძლება. როცა ჩვეულებრივად ჩასასვლელია და შეგიძლია გადახედო პროსტა ხედს. ჩვენ უფრო მაღლა ავდივართ. დიდი ხანი არ მივლია ესეთ აღმართებზე. ბოლოს მე მგონი ვინც არის ის სკალბურზე დავდიოდი 7 წელი. ზბორები გქონდა ხოლმე რა ყოველ ზაფხულს ან ბაკურიანი გქონდა ზამთარში ან ცემი ვინც იცის ეგ ადგილი. ძალიან ბევრ აღმართებში დავდიოდით. ვარჯიშები გქონდა ეგეთ. თან დავრბოდით იქ. და ხა უბრალოდ დავდივარ. იმიტომ რომ სირბილი არა ჩემთვის ძალიან კაი კარდიო. დიდი წონა რომ აქვს. მოგესაც დიდი წონა გაქვს. არა აუცილებელი რომ ირბინოთ. მუხლებში რო არ დაგაწვით. თუ ირბენთ თან პრინტებს და ეგეთ რაღაცებს მუხლებში იგრძნობთ. წელშიც იგრძნობთ. ვისაც დიდი წონა აქვს. არა
ძალიან მაგარი კარდიო გამოდის. ძალიან მაღლა ვართ უკვე. ძალიან დავიღალე. კიდევ უკან უნდა დავბრუნდე. აი უკან დაბრუნდა კიდე ეგეთი ძნელი არ იქნება. აღმარჩი არ ვარ მომიწევს სიარული. მარტო დაღმარჩი. რა სხვადასხვა აქ ტაქსიც დადის. აი ჩაი არა ეხა. აი მზეც გამოვიდა. ესეთ ხედზე. უკვე ქვევით მივდივარ. საკმაოდ მაღლა ავედი, საკმაოდ ბევრი ვიარე. სველი ვარ მთლიანად. ეხლა ვფიქრობ მივიდე სახლში. საჭმელი გავიკეთო, შევჭამო და წავიდე დარბაზში. იმიტომ რომ დარბაზისგან არც ისე შორს ვართ, მანქანით 40 წუთი. სადღაც ეგრე. ნუ ნახოთ შეიძლება არ წავიდე. ნუ წავიდე. მაინც დასვენების დღეა, მაგრამ ორშაბათობით ფეხები აქვს. ძალა რამდენად მეყოფა ეხა ფეხებზე. რამდენი აღმართის მერე ფეხები უკვე ძალიან მტკიო მაწვევა ფეხებში. ნახოთ, გავაგრძელოთ, ჩავიდეთ ბოლომდე სახლამდე. დავბრუნდით როგორც იქნა სახლში. ძალიან კაი კარდიო გამოვიდა. ფეხები მეწვის ისე ვარ. ხა კიდე საჭმელსაც გავამზადებთ. მე დავისვენებთ დიდი ალბათობით. თან მზეც გამოვიდა და ცოტა ზაგარის მიღებაც მინდა კიდე. გამონაყარსაც და კანისთვისაც კარგია. ამიტომ let's go. ჩეიტოქში ჩვენ რაც გვინდა არის აი 100 გრამი შვრია. აქ გვაქვს პროტეინი. ვიღებთ მდუღარე წყალს და შვრიაში просто ესე და ჩავასხათ რომ აი ამდაგვარად გამოვიდეს. ტელეფონზე ხა ტაიმერით დავაყენოთ. მე 10 წუთი ვაჩერებ ხოლმე ესე თავზე დავაფარებთ. ესე 10 წუთი. მოკლედ ეს 100 გრამი შვრია ესე გვიდევს 10 წუთი, ნუ მე 10 წუთი ვაჩერებ, თქვენ შეგიძლიათ 5-6 სადღაც ეგრე. შემდეგ ჩვენ რა გვინდა? შემდეგ გვინდა კვერცხი. მე დილით მაქვს 10 კვერცხი. ჯამი და რავი. რამე ესეთი რომ სადაც გულებს გადაყრით. იმიტომ რომ მე 4 გული მაქვს, მეც არ ვიყენებ. წავიდა просто აი. სადაც მიდიხართ შეეცადეთ რომ თქვენი საჭმელი რაც გაქვთ რომ უნდა ჭამოთ დღის განმავლობაში გქონდეთ თან, იმიტომ რომ თუ მთელი დღე რაღაცა ისეთ საჭმელზე იქნები რომ შენი ფორმისთვის ცუდია, შენი კუჭისთვის ცუდია, ორგანიზმიც მოგცემს ფიდბექს და
მუცელიც აქ გიudeება და რავი ყველაფერი დანარჩენი. სულ განვიცადე ეგ გრძნობა ჩემ თავზე. თორემ იყო 1-2 დღე რომ მომიწია რაღაცეების ჭამა. არა ჯანსაღის ასე ვთქვათ. ამიტომ გადავწყვიტე რომ ყველა ჩემი ჭამას აქ წამომეღო. მაგის გამო ქალაქში დავბრუნდი 2-ჯერ. იმიტომ რომ რაღაცეების გამო ვერ მოვახერხე წამოღება. გამოვიყენოთ ესეთი ცოტა შეგიძლიათ დაასხათ პროსტა ჯერ. ესე მერე გადაანაწილოთ რა აქ არის გადასანაწილებლად კი აი ოფილა აი ეს ბევრიც არ გვინდა თორე ესეთი სუფთა ცხიმებია და არა ძალიან ცუდი რაღაცაა ეს გადაველოდოთ სანამ ცოტა გაცხელდება, ამას აქ დავასხამთ, მოიხოდება კვერცხი, მერე გვინდა შვრიას დარჩა 3 წუთი, დავამატებთ პროტეინს, დავამატებთ ისევ ამას. გრეკ იოგურთი ვერ ვნახე, რომ მოვდიოდი. ორნიკურაში გავჩერდი და არ იყო და ეს წამოვიღე 250 გრამია 77 გრამი აქვს 100 გრამზე არა ეგეთი ცუდი კარგი ეხა ჩვენ გვინდა კიდე მოცვი გვაქვს მაცივარში აქ ცოტა ზეთი უნდა დავამატოთ კიდე ძალიან ცოტა გამოვიდა და ამდენ კვერცხს ვერ შეწავს ეს. აი და უკვე გაცხელდა და შეგვიძლია პროსტა ზედმეტი ზეთი გადავასხოთ და დავასხოთ ჩვენი კვერცხი. მივიღეთ პროტეინს და აი უნდა გვაროთ ბამს მერე ვანაწილებთ და დაგჭირდება კოზი დაგჭირდება იმიტომ რომ ამოვურიოთ ესე პატარაზე მერე უნდა პროსტა ეს გავასწოროთ და რა დაგჭირდება ეხა ჩვენ დაგჭირდება ეხა იოგურტი სასწორი არ მაქვს და არ ვიცი რამდენი როგორ გამოვა ამიტომ პროსტა ესე თვალზე 100 გრამი რო გამოვიდეს. ალბათ ეს. მერე ესეც პროსტა ესე ზემოდან შევასწორთ. მერე ვიღებთ მოცს აი ესე. რავი როგორც გაგისტორდებათ ისე შეგიძლიათ დააყართ პროსტა. ეგა ამას ეხა დავახურავთ და მაცივარში. ესაა ჩემი დილის ჭამა. ყველა დილით ესე ვჭამ. ხანდახან
მოცვის მაგივრად მალინა, რავი, მარწყვი და ესე შემდეგ, მაგრამ ეს კვერცხი, გულები მომზადება რომ მქონდა ბოლო ერთ კვირაში გულები ამოღებული მქონდა, სხვა ცხიმებს ღებულობდი, მე პროტეინს მქონდა ამოღებული, ამიტომ crème fry-ი ძალიან კარგი რაღაცა, რადგან მარტო შვრია, რომელიც არაფრის გარეშე არა, შანსი არა რომ ვაფშე შევჭამო და მივეკარო, ამიტომ აი დაიმახსოვრეთ ეს ძალიან კარგი რაღაცა. მოკლედ გადავწყვიტე რომ წავიდე მაინც ვარჯიშზე. ხო და ეხლა ვაკეთებ ყავას. კოფეინი მჭირდება, თორე ისე არ შემიძლია. და თან საჭმელიც ზადა ყველაფერი ადგილზეა. ჭამთ, დავლევთ ყავას, ალბათ XL-საც დავამატებ ზემოდან და წავალთ ვარჯიშზე. გადავწყვეტე მაინც წავიდე ფეხის დღეზე. იქ სადაც ვარ, იქიდან დარბაზამდე. 40-50 წუთი არაა ძალიან შორი, მაგრამ ეხლა ისეთი საცობია, რომ არ ვიცი. უკვე 1 საათი ავდგავარ ამ საცობში და მივყვევი და აგრესია მემატება. და ლაითი კვირა მაქვს და არ ვიცი, ისე მინდა რომ ეხლა რაღაც არარეალური წონები აუწიო და რაღაც დავანგრიო ყველაფერი. არ ვიცი. მე ძალიან ნერვებს მიშლის საცობებში დგომა. მართლა მირჩევნია ფეხით ჩავიდე ეხლა დარბაზამდე და წყნარად ვიყო და არა ვინერვიულეს. მაგრამ სხვა გზა არაა. ვითმენთ როგორც ყველა არ შეგვიძლია რომ გადავახდეთ ამ ყველაფერს. დარბაზიდან გავაგრძელებთ უკვე. მოკლედ დღეს გვაქვს კვირა 2, კვირა B, სადაც 2 მისვლა გვაქვს. უფრო კონტროლი, უფრო აი კუნთის მოჭერა, რომ აი ბოლომდე ვიგრძნოთ კუნთი. და წონებიც ასე თუ ისე საშუალო დიდი წონებით აღარ ვაკეთებთ, იმიტომ რომ 2 მისვლა გვაქვს 12 გამეორება. პირველი მისვლა იქნება გახურება და არ ჩავთვლით და პირველი ვიწყებთ აი შემოტანას პახებზე. აქ ჩვენ რავი, მაქსიმალური წონაც იმდენად ლაითია ჩემთვის, რომ არ ვიცი, პროსტა ვერ ვგზნობ, ამიტომ პროსტა პირველ მისვლას აი ეს გავაკეთებთ. ასეთ აი რო შევახუროთ და გადავალთ უშუალოდ მერე მისვლებზე და დღეს ისეთ ლაითი ვარჯიში გვაქვს, ამიტომ ვისაც მძიმე წონები აინტერესებს, შემდეგ ორშაბათს იქნება, დღეს ორშაბათია, შემდეგ ორშაბათს იქნება მძიმე ვარჯიში და დაინახავთ რა არის მძიმე წონები, მაგრამ Instagram-ზე მიდევს რა ვარჯიშებიც მაქვს ხოლმე და იქ მძიმე წონები არის, მაგრამ ჩემი აზრით გავძლიერდი, ვგრძნობ ამას და უფრო მეტი შემიძლია რომ გავაკეთო. ამიტომ ელოდეთ. მოკლედ დავიწყეთ ახლა უკვე სამუშაო მისვლა, 2 მისვლა გვექნება კონტროლზე, აი გაჩვენებთ ახლა და წავიდეთ. აი აქ უჭერთ კარგად, აი ნახე როგორ აკანკალდა. აი სუფთად ჭამა უკვე დავიწყეთ. აქამდე არ ჭამდით სუფთად. პახები მოვჩით, ახლა გადავდივართ ჰამსტრინგზე. ადრე მქონდა დაყოფილი ფეხის დღე. ორშაბათს მქონდა ხოლმე და პარასკევს მქონდა ხოლმე უკანა პახები, წვევები, მაგრამ ეხლა ერთ დღეში გვაქვს ვარჯიშის მოცულობა გვაქვს გაზრდილი. ესეთი სტილით ახლა რაც ტატომ მითხრა. პირველად დავიწყე ვარჯიში, მეორე კვირაა ჯერ, რასაც ვგზნობ არის ის, რომ ძალა მომემატა, უფრო აი ის კუნთები თითქოს და გამომეყო, რისი დარტყმაც გვინდა, აი ქვედა ზურგი, ფეხები, კერდი, აი თითქოს ხორცი წამოიღო რა. გიპერკომპენსაცია, რომელიც ჩემპიონატის მერე მოქმედებს, პლუს ეგეც გვეხმარება, პლუს ჭამა, რომ მეჭამა კიდე უფრო სუფთასა და არ მეჭამა ძალიან ბევრი
ცუდი რაღაცეები უკეთესი იქნებოდა. Let's go. შემდეგი ვარჯიში ფეხების გაშლა, კვადრიცეპსის გაშლა, არაფერი განსხვავებული, განსაკუთრებული. აქაც პირველი მისლა გავხურდებით, რა იმუხლების გავახუროთ და მერე უკვე დავიწყებთ მუშაობას ყველგან გახურების გარეშე, სამუშაო წონებს. იმდა დიდი წონები არც გვაქვს, ესე ლაითად შევახუროთ პროსტა. და კეთების დროს აი ფეხები ხო ჩავიტანეთ ქვევით. აი როა მოგვაქვს გააჩნია რა ნაწილის ჩართვა გვინდა, თუ გვინდა რომ ეს ნაწილი ჩავართოთ. ფეხები და შევატრიალოთ შიგნით. თუ გვინდა რომ პირიქით ეს ჩავართოთ, ავატრიალოთ ეს. კიდე სწორად ცოტა ლაიფჰაკი. საჯდომის წამოწევა, კორპუსის წამოიწიოს. იწელება და აგვაქვს ოღონდ საჯდომი ქვევით უნდა გაუშვოთ და ჩაირთვება ეს კუნთი. რაც ბევრს არ აქვს, არ უჩანს, მაგრამ დღეს ჩვეულებრივად პროსტა გავხურდეთ. კარგია, გადავალთ ახლა შემდეგ ვარჯიშზე, შემდეგი ვარჯიში. გამომივარდა თავიდან რა გვექნება. ახლა ჩავხედავ გეგმაში და შემდეგი ვარჯიში გვაქვს leg press-ი. აქაც ორი მისვლა, განზე გაშლილი ფეხებით, ტერფები ყურება იქეთ-აქეთ. სხვადასხვა ფიტნეს აკადემიაში ვიყავი და იქ არ იყო ისეთი კარგი leg press-ი, როგორიც უნდა ყოფილიყო. წავიდა ბოლო მისვლა. წონა ვაფშე არ იგრძნობა, მაგრამ კაი. შემდეგი ვარჯიში გვექნება სკვათები, ოღონდ გაშლილი ფეხებით. ამ დაგვარად ავიწიოთ. ეს ცოტა შიგნით. მუხლებსაც განზე უშვებთ. ეს. მე მგონი ფეხები მუშაობს და იცვლება უფრო. რავი. ფეხები ძალიან ითიშება რატომაც. მოკლედ, ბოლო ვარჯიში ფეხებზე გვექნება ესეთი ფეხების ჟიმი დამждარ პოზიციაში. წინ და ამით დავამთავრებთ. საჯდომზე მქონდა ვარჯიში, მაგრამ რაღაცა დაზიანებული მაქვს დიდი ალბათობით და
აი მაგ მოძრაობაში, აი RDRL-ში რაც უნდა გავაკეთო, რაღაცნაირად მტკივა, ამიტომ ჯობია არ გავაკეთო ეგ ვარჯიში დღეს, ამით დავამთავრებ. კარდიოს აქ აღარ გავაკეთებ, კარდიოს ყოველ საღამოს ისევ გავივლი და ეგ იქნება, ამის მერე გემრიელად შევჭამ და მოვრჩები ამაზე. დღევანდელ დღეს ხვალ უკვე ქალაქშიც დავბრუნდე უნდა და ამიტომ აი ესე. Let's go, ბოლო მისვლა. დავბრუნდით. მესამე კვებას შევჭამთ ახლა. წავალ მერე დავიძინებ, იმიტომ რომ ძალიან დავიღალე. ალბათ საღამოს კიდე გავისეირნებ. რამე ახალ ადგილებს აღმოვაჩენ. კარგია ბუნებაზე. ეს ხანდახან უნდა გავხვიდე, რომ იგრძნო ეს ყველაფერი. ჰაერი გამოცვალო. ყველას ვჭირდება, რაცა ქალაქში ცხოვრობ. ტვინით იღლება, აქ სიწყნარეა, მარტო ბუნების ხმებია. ამიტომ ყველას ვურჩევდი, რომ თუ გაქვთ დრო და საშუალება, ეს ლამას ადგილებში წახვიდეთ ხშირად. მაგრამ აი ეს არ დაგავიწყდეთ. ეს ყველგან საჭიროა შედეგისთვის. არ მარტო ჭამა რეჟიმი ვაფშე. ვარჯიშზეც რო ჩავედი და არ შემეზარა და არ შეეზარებოდ. ამიტომ ესე კეთდება შედეგი. მოგწმენდული ხოძია. გადიდება გვჭირდება უფრო. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. იმედია მოგეწონათ, რავი, ჩემი ცხოვრებიდან კიდევ ერთი დღე. და დაწერეთ კომენტარებში რა მოგეწონათ, რა არა. შევეცდები მალევე გამოვუშვა ახალი ვიდეოები. უფრო საინტერესო და საინტერესო დაწერეთ ასევე გრძელი ვიდეოების ფორმატი უფრო მოგწონთ თუ არა. შევეცდები უფრო გრძელი ვიდეოები გავაკეთოთ. მადლობა ყველას და მომავალ შეხვედრამდე.